Akali saubari, ესეთ საუბრის არის საფაური. 40-იანი ლიტურგია. 40 ლიტურგია. როგორც ვთქვით, მამა დანიელის მონასტრის საქმეზე სამშობლოში მოუხდა გამგზავრება და იქ 9 თვე დაყოლდა. მაგალითად, ბიბლიისთან ინფორმაცია და ამიტომ აქედან ვიცი, რომელიც ძალიან საინტერესოა და სწორედ სასწაული. იქ რო ჩავედი, იხსენებს მამა დანიელი შემდგომში. საჭირო ჩავყალე პირველ რიგში გიორგი მომენახულებია. ეს გიორგი იყო მისი ძალიან ახლობელი. უბრალოდ მისი მამა იყო, მამა დანიელის ახლობელი. ნეტახსენებული დიმიტრიც ვაჟიშვილი. დიმიტრი უბრალოდ ქრისტიანი იყო, მაგრამ საქმო და კეთილგზავრული ცხოვრებისთვის მას ფიზიკა ისეთი სიმძლე მიეცა, რომ ცნობილი გახდა თავისი შევა დარიგებები. მისმა რჩევებმა მრავალი ადამიანი განამტკიცა წვენაში. მათ შორის კი მამა დანიელის. ეს კაცობაშია საუბარი მამა დანიელის. როცა იგი ჯერ კიდევ ყმაწვილ ასაკში იყო. მას ასე ვერმა დაწვრილებით გამოფიტა გიორგის მამამისის, ანუ დიმიტრის უკანასკნელი დღეების შესახებ. თუმცა სწორებისგანაც სწორობდა ამაზე. გიორგიმ შეასრულა კატონაკების მონაზვის ხონა და დეტალურად აღწერა მას თავისი კეთილმორწმუნე მამის სიცოცხლის უკანასკნელი წლები. თან საუბრისას დრო და დრო ვარად მოძლიოდა ცნებები. ეს ისეთი ღირსშესანიშნავი ამბავია, რომ აუცილებლად ჩავყალე კითხვისთვის მომეწყო. ეს მამა დანიელი ამბობს ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რომ ამიტომ ჩავიწერე. სიუგამიზნობი დიმიტრის როდესაც იგი თავისი ცხოვრების დასავალს მიუახლოვდა, მერქმა წინასწარ აუწყა გარდაცვალების დღე. ამ დღეს მან კეთილმორწმუნე მღვდელი მამა დიმიტრი მოიწვია და უთხრა: მე დღეს უნდა აღმოჩნდე, როგორი სისწინე ქონდა და სიახლოვე მერქა რომ იცოდა უკვე რა დღეს და რადოს უნდა გადასულიყო. ამიტომ დღეს მოუწოდა თავის ოფისის მოძღვარს და უთხრა: მამო, მე დღეს უნდა აღმოჩნდე, მამო, ხო მიჩიო რა გავაკეთო ჩემი შვილის ასწავლებლად. ვერა იცოდა ამ ადამიანის საქმის ცხოვრების შესახებ, ისიც იცოდა რომ მან ზეთის კუთხეების საიდუმლო ჩაიტარა, ახსარება და ეზიარა. ამიტომაც ასეთი რამ შესთავაზა. თუ ეს რაიმე სირთულეს არ გამოიწვევს, დატოვე ანდრესი, რომ გარდაცვალების შემდეგ 40 დღიანი წირვები დაიწყოს რომელიმე ეკლესიაში. მომაკვდავმა სიხარულით მიიღო გულის წინადადება. ცოტა ხანში მან თავის ვაჟიშვილს მოუთმო და უთხრა: შვილო, ხო, ერთი სიკეთე გამიკეთო. და ახლა თავის შვილს ეუბნება. ერთი სიკეთე გამიკეთო. მინდა რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ 40 დღიანი წირვები დააყენოთ რომელიმე განმარტოებულ ტაძარში. კი მამა, მაკურთხე უპასუხა გიორგი. პირობას გაზიოდო, შევასრულებ შენს თორას. 2 საათში ამ ღვთის კაცმა თავისი სული უფალს მიაბარა. მორჩილმა ვაჟიშვილმა დაუყოვნებლივ გამოიძახა მამა დიმიტრი. არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ სწორედ მან ურჩია მამამის 40 დღიანი დაყენება. მამაო, მამაჩემა სიკვდილის წინ დამიბარა 40 დღიანი დავაყენებინო მის სახელზე. რატი შენ განმარტოებულ ეკლესიაში მსახურობ, ხო შენ იგივე ეს შრომა. მე კი დაგეხმარები და